მოგესალმებით მეგობრებო. შემოგთავაზებთ დღეს მეორე ეპიზოდს. როგორ ხარ შენ? კარგად, შენ როგორ ხარ? ვიცი, ყველა გაცილებულია მე მგონი ჩემს გარშემო, მე გადავრჩი ჯერჯერობით. ახალ წელს მაინც ცოტა რაღაც კისერი გამიცივდა მე მგონი, მაგრამ მაგას არ ვჩივი რა. იმედია, მაგას იქით აღარ წავალ შენ. საახალწლო საჩუქარი გაქვს მიღებული. მე ვიყავი გაცილებული, ახლა შედარებით უკეთ ვარ, ახლა ცოტა ცუდად ვარ, მაგრამ ხმა არ გაქვს შეცვლილი. ხო, არ ვიმჩნევ, მოსვლამდე რაღაც ჩაიდავლიე და ბევრად უკეთესად ვარ. თქვენი ფიდბექი გავითვალისწინებთ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღევანდელი ეპიზოდის ქვეშაც დაგვიწერეთ თქვენი ფიდბექი და გავითვალისწინებთ. დღეს ამ ფიდბექის გათვალისწინებით ვარ ახალ სივრცეში. შეამჩნევდით ამ ახალ სივრცეს და ყავს მეგობარი კომპანია Loyalty, რომელიც არის საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია, რომელიც არის ქართული ბრენდი და გასულია საერთაშორისო ბაზარზე უზბეკეთში და გაერთიანებულ საემიროებში და საქართველოში აქვს ყველაზე მსხვილი პორტფელი ამ მიმართულებით. და ეს არის კომპანია, რომელსაც მიღებული აქვს ISO სერტიფიკატი და ერთადერთი ქართული ბრენდი ამ ISO სერტიფიკატით. და თან ჩვენ ერთადერთი ბრენდი, რომელიც ჩვენ გვეხმარება. კი ბატონო. და ჩვენ გვემეგობრება. შვენიერი ამბავია, მადლობა Loyalty-ს. ეხლა რა შეეხება დღევანდელ თემას. მოკლედ, მე და შენ მომიმსჯელეთ და დღევანდელი პოდკასტისთვის ავირჩიეთ Coca-Cola. რაღაც მე მგონი მიხვდებოდა ხალხი რაზეც. ხო, ზუსტად. და ეხლა რატო ავირჩიეთ? იმიტომ ავირჩიეთ, რომ პირველი ახალი წელი მოდის და თემატურად კარგია. კარგად ჩდება. მეორე, ხა ძალიან ძველი კომპანია 150 წელია ბაზარზეა და სერიოზული რაღაცები გააკეთა, სერიოზული რაღაცები შეეშალა და ზუსტად აი მაგაზე გვინდა ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, მოკლედ. და მოკლედ, რა თქმა უნდა, ხო, პოდკასტის სახელი დღეიდან იქნება სრულად მოკლედ. Executive Summary არის ერჩებოდა კარგად, ამიტომ თქვენი რჩევების გათვალისწინებით გადავარქვით და მხოლოდ ერქვემევა მოკლედ. აქვე გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზეც, Spotify-ზეც და სადაც უსმენთ თქვენ პოდკასტებს, ალბათ ყველგან ვიქნებით. Coca-Cola-ზე მეც დავამატებ ერთ-ორ სიტყვას. ყველამ ვიცით Coca-Cola-s ბრენდის ისტორია და ყველას გაგვიგია ეს ცნობილი სიროფი, რომელიც Coca-Cola-ს აქვს, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ რაღაცა ცვლილებაც ადეს მაგ სიროფში და მაგაზე გვინდოდა რომ გველაპარაკა და ვისულიყავით იქამდე, როგორ მოვიდა Coca-Cola აი აქამდე. კარგი, მოდი დავიწყებ თავიდან რა. ხა შენ კი იცი, ხალხმა არ ვიცი რამდენად იცით, ვინმე პერბენტონი რამშოლბა აქ მოკეთ რაღაც გვარი იყო ტიპი, ხო, პემბერტონი, ოკეი, ესეთი გვარი იყო. ეგ ტიპი იბრძოდა ამერიკის სამამულო ომში 1860-იანებში რო იყო მაგ დროს და ქიმიკოსი იყო ეგ ტიპი, დაიჭრა მაგ ომში, ნუ ახლა ომში დაიჭრების სავარაუდოდ, ხო და მე როგორ გადარჩა რა და რო დაბრუნდა ტიპს სერიოზული ის ქონდა რა, ეს ტრავმები მიღებული და ტკივილ გამაყუჩებლად იყენებდა მორფს და ნუ ვერ შეჯდა რა თქმა უნდა მაგ მორფზე. ეგ ქიმიკოსი რო იყო, ტიპმა დაიწყო რაღაცა ფორმულებზე მუშაობა, როგორ ჩაენაცვლებინა ეს მორფი რაღაცნაირად რა და ერთ-ერთი რაც გააკეთა იყო რა, აიღო ღვინო, აიღო კოკაინი და კიდე რა ვიცი რაღაცა, კიდე კოლას თხილი თუ არ ვიცი რა ქართულად კოლანათ ესეა რა. ეგ კოლანათ არის მცენარე, აი ყავა, ჩაი რაღაც, მოკლედ ეს კოფეინის შემცველი ის არის რა. ეგენი შეურია ერთმანეთს და ნუ საკმაოდ ძლიერი პრეპარატი მიიღო რატომღაც გასაგებია ხო რომ მასე იქნებოდა და ეხა მაგ პრეპარატი თავის თვითონაც კმაყოფილი იყო და ნუ ძირითადად იყიდებოდა რა თქმა უნდა აფთიაქებში, იმიტომ იყიდებოდა აფთიაქებში რომ ეხა წამალი იყო რა პრაქტიკულად ხო და მე ვიღაცას იდეა მოუვიდა რომ ამას დაასხა გაზიანი წყალი და რაღაც ანუ თან წამალი იყო და თან რაღაც სასმლად გადაიქცა რა. თან მან უნდა ვახსენოთ როგორ პერიოდზე ვლაპარაკობთ ამერიკაში. მაშინ რაღაც ძალიან რთული პერიოდი იყო ომის გამო, მერე რაღაც მოგვიანებით დეპრესიას დაეწია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ამერიკისთვის ფარმაციების ბიზნესი. ან თითქმის ყველა კუთხეში იყო რაღაც პატარ-პატარა აფთიაქი. და რა თქმა უნდა Coca-Cola-საც თავიდან ისე ამარკეტებდნენ, რომ ეს არის თავის ტკივილის წამალი, სტრესისთან გამკლავების წამალი და ხალხის გონებაში გაჩნდა რომ ეს იყო რაღაც ახალი მედიკამენტი, რომელიც გეხმარებოდა სტრესის მართვაში და თან მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ თითქმის მთელ ამერიკას სტრესი ჰქონდა. თან განსაკუთრებით ყოფილ ჯარისკაცებს, ხო, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრს ჰქონდა ეგ პრობლემა და თავიდან Coca-Cola იყიდებოდა ჩვეულებრივად ჩამოსასხმელი წყალივით და იყიდებოდა მხოლოდ აფთიაქებში. სხვათა შორის ეგ ძალიან საინტერესოა, ნახე, აფთიაქებში რატო იყიდებოდა, იმიტომ რომ აფთიაქები იყო შერაც თქვი რა, ადგილი იყო სადაც ხალხი იყრიბებოდა რა. და თან მაშინ ეს ბოთლში ჩამოსხმის ტექნიკა და ამაზე აღარ არის ლაპარაკი საერთოდ კილაზე, ეგენი არ არსებობს. ხო?
და რეალურად ეს იყო აი ხა ჩვენ თაობას ნაკლებად ქონია მაგალითად შეხება, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ ანუ აი რო შეხვალ და ეტყვი რომ რა ვიცი Coca-Cola დამისხი და ტიპი იქვე დაგიმზადებს რა, იქვე დაგისხავს, მოგისხავს და გამოვა რაღაცა. ხო, და ძალიან მოსწონდა ხალხს, მაგრამ უყურე ხა მაგარი თემა რა არის მანდ რა რომ ერთი წლის შემდეგ ეს ხდება ჯორჯიის შტატში. ერთი წლის შემდეგ ჯორჯიის შტატმა აკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა. და ამ ტიპს მოუწია რომ ეს ალკოჰოლური კონტენტი ამოეღო საერთოდ რა. მაგარი ალკოჰოლი აკრძალეს და დატოვეს კოკაინის. ხო, კოკაინის ხოთაშორის კოკაინი ამოიღეს კაი ერთი 20 წლის მერე თუ რაღაცა ბევრად მერე, განა ცოტა ხნის მერე რა, რეალურად ძალიან მერე ამოიღეს და მოკეთ ეს ალკოჰოლი მოაძრეს, მე ალკოჰოლის მაგათ რაღაცი ჩაანაცვლა, არ ვიცი რა ფორმულა, ეგ ფორმულა დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს, როგორც მოგეხსენება. ხო, ზუსტად. და მოკლედ ეს ნელ-ნელა ამ რაღაცა 10 წლეულების განმავლობაში ნელ-ნელა იქცა ისე რომ მე უკვე კოკაინიც ამოიღეს რა თქმა უნდა და დარჩა ის სასმელი რაც დღემდე მოვიდა. აი წეგან რო ახსენე ბოთლებში ჩამოსხმის ტექნოლოგია ეს ხოთაშორის Coca-Cola-ს თვითონ დედა კომპანია რომელიც არის Coca-Cola company თავის ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრჯერ ქონდა იმის ვარიანტი რომ მოდი ბოთლში ხوار ჩამოვასხათ მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა რასაც აწყდებოდნენ ხოლმე იყო რომ ეს ბოთლის წარმოების ტექნოლოგია არ არსებობდა და მით უმეტეს მაგაში მე გაზის ჩამატება სახურავიც ვერ ეხურებოდა რა მოკლედ ძალიან დიდი ტექნოლოგიური პრობლემა იყო თორე რეალურად ბიზნეს კეისი სუ იყო იმიტომ რომ Coca-Cola ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო და იქ რამდენიმე რაღაცას დავამატებ რომ სანამ სასმელს ამოიღებდნენ ალკოჰოლს სანამ ამოიღებდნენ Coca-Cola-დან მაშინ უკვე Coca-Cola მიხვდა რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ მედიკამენტი და Coca-Cola-ს კომპანიამ დაიწყო თავისი პროდუქტის წარმოება როგორც ბედნიერების მომტანი იმიტომ რომ თავარი პრობლემა ეგ იყო რომ ადამიანს თავი ტკიოდა რაღაცა აწუხებდა ამას დალევდა და უცებ აღარ აწუხებდა კარგად იყო ბედნიერი იყო და მაშინ მიხვდნენ რომ ეგ იყო სწორი მენტალური შიფტი რომ ეს მხოლოდ მედიკამენტი კი არ არის აი ბედნიერებასთან ასოცირდება და მანდედან დაიწყეს ნელ-ნელა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ოღონდ აქ ნახერაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება რომ ეს პემბერტონი დამაარსებელი ვინც იყო მაგან ეგენი ვერც დაინახა. ეგ ჩავთვალოთ ქიმიკოსი იყო რა ეგ კაცი ბიზნესმენი და რაღაცა არ იყო მე გონი $2500 თუ რა ძალიან იაფად მიყიდა ხო ძალიან იაფად მიყიდა ხო სხვებს რა და იმ სხვებმა უკვე სერიოზულად მიაქციეს ყურადღება რა რომ ეს როგორც სასმელი მასე ჩამოეყალიბებინათ რა. ეხლა კიდე ერთ დავამატებ ზუსტად წეგან ბოთლებზე რას ვთქვი. ამ ხალხს ვინც Coca-Cola-ს ჩაუდგნენ მე სათავეში, ვინც იყიდეს. მაგათთან მე ვიღაცები მივიდნენ და შესთავაზეს რომ ბოთლში ჩამოსხმა გვინდაო და უფლება მოგვეცითო და ამათ იმდენად არ შეეროდათო ბოთლში ჩამოსხმა საერთოდ რამე შესაძლებელი იქნებოდა რომ ტიპებმა მიყიდეს თუ ტიპმა მიყიდა ვინც იყო რა სათავეში მოკეთ ტიპმა მიყიდა $1 უფლება და თან ის $1 არც გამოართვა ანუ აჩუქა რა მოგეთ რაც გინდათ ის გიქნიათო და ანუ რეალურად იმათ რა გააკეთეს იმათ კონტრაქტი ჰქონდათ ამასთან დადებული რომ ამის განყიდულობდნენ სიროფს ანუ Coca-Cola როგორ მზადდება რა სიროფია შაქარია და გაზიანი წყალი ხო ეგა და ამის განყიდულობდნენ მაგ სიროფს და თვითონ ასხამდნენ გაზიან წყალს და მე ეს ბოთლების წარმოება რომ დაიხვეწა და ეს მე სახურავი რომ მოიგონეს რა ხო ეს იმდენად პოპულარული გახდა რომ უკვე ხალხი აფთიაქში კი აღარ მიდის რომ იქვე ჩამოასხმენოს დალიოს სახში შეუძლია წაიღოს რა მაღაზიაში იყიდოს ხო და ეს ბევრად დიდი გახდა რა და იმან მე თავში ირტყა რომ ეგ რა სისულელე ვქენი თან რა ქონდა იცი ფასი ქონდა ფიქსირებული რომ მაქსიროფის ფას ვერც დიდა არ ვიცი რატო შეუთანხმდა მასე ალბათ არ ჯეროდა უბრალოდ არ ჯეროდა და თან მან საინტერესო ის იყო რომ მაგ კონტრაქტში მარტო ეგ კი არ იყო შეზღუდული ამათმა ისეთი კონტრაქტი დades რომ ექსკლუზივი მისცა იმათ ანუ სხვებთან მაქსიმუმის გაყიდვა თავის დროზე არ შეეძლოთ და იმ მეორე მხარემ სხვათაშორის შკუა იხმარა და კონტრაქტში ისე ჩადო რომ მათ შეეძლოთ რომ ქველიცენზირებები გაეკეთებინათ და მე სხვებისთვის გადაეცათ ლიცენზიები ხო ანუ ზუსტად მაგას აკეთებდნენ რომ თვითონ ანუ გამოვიდნენ შუამავლები რა რას აკეთებენ ამის განყიდულობენ სიროფს მე მოკიდიან შენ მაგალითად ხო და იმას და ეს ძალიან სწრაფად განვითარდა რა და წარმოვიდგინოთ რომ ამას რეალურად Coca-Cola-ს შუამავლი არ ჭირდებოდა რა უბრალოდ თავიდან რაღაც ეგ სისულელე მოუვიდა რა ხო აი გონებაში ჰქონდათ ჩარჩენილი რომ ეს მაინც მედიკამენტია რაღაც ბედნიერების ისა პლუს ბოთლების ტექნოლოგიის მაინც ბოლომდე არ ჯეროდა და დააგვიანეს რეალურად მაგალითად შესვლა მაგრამ ნუ საბოლოოდ ისეთი სურათი მივიღეთ რომ Coca-Cola კომპანია იყო ცალკე The Coca-Cola company და ცალკე იყო სხვადასხვა რეგიონში Coca-Cola bottlers ხო ჩამოსხმელები რაც დღემდე მიიღებული პრაქტიკაა რა მე რა ხდება ეხა საინტერესო ეგ არის რა რომ ამ Coca-Cola-მ ძალიან სწრაფად დაიწყო განვითარება
იმდენად სწრაფად დაიწყო განვითარება, მე რა თქმა უნდა კონკურენტები ხო გამოჩნდა, მაგალითად Pepsi გამოჩნდა. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მომენტია, Pepsi-ს უჭირდა განსაკუთრებით თავდაპირველ პერიოდში ამასთვის კონკურენციის გაწევა და Coca-Cola-ს ჰქონდა შეთავაზება, Coca-Cola-მ შეთავაზება მიიღო, რომ Pepsi შეეძინა და თქვეს რა თან არაერთხელ ქონდათ მინიმუმ 4 ჯერ შესთავაზეს სანამ იმ ივენთებამდე მივალთ სადაც რაც თავარი უნდა ვილაპარაკოთ 4 ჯერ შეთავაზეს ყიდვა და მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რომ არ უნდათ რომ თავისი მთავარი პროდუქტის კონკურენტი ეყიდათ და ბაზარზე ორი სხვადასხვა პროდუქტით შემოსულიყო. ხო, სხვათა შორის მაგას დღევანდელი განმსახურებით აკეთებენ ხოლმე შეგიძლია ვიყიდო და მე გააჩერო რა სპეციალურად. მაშინ ეგ თეორიები. ხო, მაშინ სავარაუდოდ ეგ არის თორე მაშინ ზუსტად მაგიტო არ იყიდეს რომ ჩემ კონკურენტს ხوار ვიყიდიო და იმას ხوار გავავითარებო რაღაც ესეთი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ალბათ Coca-Cola-სთვის ჯობდა რა, ეხლა ჩვენთვის როგორც კლიენტისთვის არ ვიცი. ხო და მე რა ხდება რა, ამას რო ავითარებენ ერთ-ერთი პრობლემა რაც დაინახეს, მოკეთ Coca-Cola ჩამოყალიბდა უკვე სად ვართ რა, ეხლა ვართ დაახლოებით 1930-იან წლებში. ხო, ერთი 50 წელია დაახლოებით გასული რაც Coca-Cola არსებობს უკვე და უკვე Coca-Cola არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ხალხი ყოველდღიურად მოიხმარს რა. და ოღონდ პრობლემა რა დაინახეს, ნახე? პრობლემა დაინახეს ის, რომ ციკლურია მაინც რა. ზაფხულში ხალხი მაგრასავს, რატოს ცხელად და სასიამოვნო და რაღაცა და როცივა არავინ რა ყოველ შემთხვევაში ცოტა რა და მაგრა არ მოსწონთ ეგ რა და მაგაზე ფიქრობენ რომ რა გააკეთონ და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო რაღაც მოიფიქრეს დაუკვეთეს ტიპებს რომ სანტა-კლაუსი შექმენი Coca-Cola-ს ფერით. ეხა სხვათა შორის მე დღემდე მე რო დავიბადე უკვე რა იყო რომ პირდაპირ სანტა-კლაუსი რო ნახე ჩემთვის სანტა-კლაუსი პირდაპირ ასოცირდება იმ რაღაცა მოხუცი მსუქანი კაცი როა ხო ძალიან ანუ ყველასთვის მასია დიდი კამარი რო უკეთია და წვერი და რაღაცა მაგრამ თურმე ეს სანტა-კლაუსი მანამდე სანამ ეს Coca-Cola ჩაერეოდა მაგ თემაში მანამდე იყო გამოხატული რა ვიცი ხან ელფი იყო ხან გამხდარი იყო ხან მსუქანი ხან დაბალი ხან მაღალი ხან ყვითელი ეცვა ხან ლურჯი ხან მწვანე არ ქონდა ფერი საერთოდ ხო ანუ ესე იგი სანტა-კლაუსი რეალურად კი მოგონილი პერსონაჟი იყო მაგრამ ამ მოგონილ პერსონაჟს არ ქონდა დამკვიდრებული ფორმა და ამათ უთხრეს რომ მხატვარს უთხრეს რომ შექმენი ტიპი რომელიც იქნება დასამახსოვრებელი რომელიც წითელი იქნება რა რატო იმიტომ რომ სანტა-კლაუსს დაუკავშირდეს ჩვენი გონება ავტომატურად და Coca-Cola-ს გაყიდვამ მოიმატოს ზამთარში. კი. სხვათა შორის ეგ ძალიან მაგარი გათვლა იყო, იმიტომ რომ ზოგადად Coca-Cola ისედაც ასოცირდებოდა უკვე ბედნიერებასთან, აი წეღარაზე ცვილაპარაკეთ, რომ გადაწყვეტეს, რომ მედიკამენტი კი აღარ იყო, მოდი ბედნიერება ვიქნები და ბედნიერებასთან იქნება ჩვენი პროდუქტი დაკავშირებული და ამის მერე მიხვდნენ, რომ ყველაზე მეტად რა უკავშირდება ბედნიერებას მთელი ამერიკა Thanksgiving-იდან Christmas-მდე მთელი რაღაც. ზამთარში кейფობენ ჭყალებში რო თქვათ და შესაბამისად უნდათ რომ დღესასწაულებისთვის დაემთხვიათ რაღაცნაირად თავის სასმელი და მაგიტო გამოვიდა ისეც რომ სანტა-კლაუსი იყო ძალიან კარგი ტარგეტი ამისთვის. სხვათა შორის გარესაკონსულტაციო კომპანიამ გაუკეთა ეგ გარესაკონსულტაციო კომპანიის რჩევა იყო ეგ რომ წითელი ფერი შეერჩიათ სანტა-კლაუსისთვის. ძალიან ჭკვიანურია რა ესე იგი წარმოიდგინე რომ რეკლამა როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალება წარმოიდგინოთ რომ როდიდან მოდის რა 100 წლის წინ გააკეთეს თითქმის ასეთი რაღაცა. ანუ მაშინვე დაინახეს რა რომ კი Coca-Cola ძალიან ძლიერ ბრენდად ყალიბდება, ძალიან ეფექტური გემო აქვს თქვა ბევრს მოსწონს ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ეს რაღაცა ფსიქოლოგიური უფრო კარგად გაყიდის რა. აი მაგ ბრენდ ბილდინგში ძალიან დაეხმარა სხვათა შორის ამერიკის სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტები, იმიტომ რომ Coca-Cola იყო ერთადერთი სასმელი, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები სვამდნენ ყველგან. ხო და აი ხა ნახეთ ეგ ძალიან მაგარი თემაა. უყურე როგორი რაღაცა ომში რო წავიდნენ, მეორე მსოფლიო ომზე ალაპარაკი რა. Coca-Cola-თან დადეს ზუსტად ეგ კონტრაქტები, რომ Coca-Cola-ს ასმევდნენ ამ ხალხს რა და აღწერილია მერე რომ ეს ჯარისკაცები ტიროდნენ და ერთი ისტორია მაქვს წაკითხული საერთოდ როგორ არის იცი რომ ეს Coca-Cola ყიდა 5 ცენტი. 5 ცენტი ყიდა და ომში მიუხედავად იმისა რომ არ იყო დეფიციტი რა მათ ჰქონდათ იმდენად პოპულარული იყო და იმდენად ნოსტალგია იყო. ეხლა წარმოიდგინე რა სადღაც ხარ შორს და თან იბრძვი რა ანუ ხო საშინელ სიტუაციაში ხარ და ეს კიდე სახს გახსენებს რა. და ესე იგი
40-იან წლებში Coca-Cola უკვე ამერიკის სიმბოლოა რა. ეს არის ხალხს რაც აგონებს თავის ასე ვთქვათ ოჯახებს რა. სხვათა შორის ბევრი ბრენდი არ არის ალბათ რომელიც ესე ქვეყანასთან ასოცირდება და ქვეყნის წარმომადგენელია სხვადასხვა ქვეყანაში და აი Coca-Cola-ს მაგაში ძალიან დაეხმარა ეგ ომის საკითხი. პირველი იმაში რომ ომის პერიოდში ზოგადად შაქარი იყო რაციონება და ანუ ყველასთვის არ შეიძლებოდა შაქრის მიცემა და შესაბამისად განსაკუთრებით როცა მწარმოებელი ხარ და შაქარი გჭირდება რაღაცა ეგეთი გარიგებები გეხმარება და პატარა side effect იყო ამ გარიგების რომ Coca-Cola-ს აუცილებლად ჰქონდა შაქარზე წვდომა რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა გაცემული დასტური და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ Coca-Cola-ს ინჟინრები რომლებიც ჩადიოდნენ საომარ მოქმედებების ადგილზე და იქ აშენებდნენ ქარხნებს იყვნენ ჯარისკაცებად წოდებული კოლონელებს ეძახდნენ და ჩვეულებრივი საომარი სტატუსი ჰქონდათ იმათ და ეს იმიტომ დაეხმარა Coca-Cola-ს რომ წარმოიდგინე იმდენ ქვეყანაში რო გინდა შენ განვითარება და რეალურად ბიზნესი ხარ უნდა აიღო და ცალკე უნდა გახსნა იქ ახალი ბიზნესი და ამაში თვითონ ამერიკა ეხმარებოდა ამერიკა ფული ჩაასხა ეგერთი და 60 და რაღაცა ქარხანა გახსნეს ესე იგი წარმოიდგინე რამხელა მოხმარება აქ რომ 1 და 2 და 3 ქარხანა გევრაუდის იქვე საბრძოლო ადგილებში ქარხნებს ხსნიან რა რომ ამათ მუდმივი წვდომა ჰქონდათ ეგ აჩვენებს რომ რამდენად პოპულარულია უკვე 40-იან წლებში ეს Coca-Cola რა მერე ანუ ეს ომი რო დამთავრდა ეს ქარხნები რა მოხდა ხო რომ ამ ქარხნებმა ფუნქციონირება გააგრძელეს ხო ანუ ფუნქციონირება გააგრძელეს ეს ხალხი კი სახლში დაბრუნდა ჩვეულებრივ მაგრამ Coca-Cola-ის ეფექტი თუ პოპულარობა არ შემცირებულა მაგ დროს და პირიქით იზრდება და ეს გრძელდება 70-იან წლებამდე რა ანუ ომის დამთავრებიდან რა ვიცი 20-25-30 წელი საპირიქით სულს დააკდა ეს მაქსიმუმ პიკში როცა ეს არის 70-იანი წლების დასაწყისი რა რაღაცა რამდენიმე მილიონი ბოთლი ისმევა ოღონდ რამდენიმე მილიონი განა 1 მილიონი კი არა რამდენიმე ასეული მილიონზეა ლაპარაკი რა ანუ კოლოსალურ იმაზეა ასული ასე ვთქვათ რაოდენობაზე რა მაგრამ მაგ დროს რა ხდება მაგ დროს უკვე ეხა წარმოვიდგინოთ ფსიქოლოგიური სიტუაცია რა რომ შენ ხარ კომპანია რომელიც ლამის უკვე 100 წლის ხარ და ეს 100 წელი ამ 100 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდი როგორც ამერიკის შენი ქვეყნის სახე ხო და თან ამერიკა ეხა არ არის ესეთი ქვეყანა რომ მაგის სახეთ მარტივი ჩამოსაყალიბებელი იყოს ხო და თელმა მსოფლიო მიცის შენზე და ანუ სასწაული წარმატება და ეს რა თქმა უნდა სასწაული წარმატება რას ნიშნავს რომ შენ კონკურენც იზიდავს ერთი და მეორე რა არის შენ ბედნიერი ხარ და ბედნიერი ხარ მაინც იმაზე არ ფიქრობ ხა ვაი და რაღაცა ცუდად წავიდეს და ასე შემდეგ და ანუ სტაბილურად მიდიხარ, კარგად მიდიხარ, მაგრამ უბედურება რა არის, ეს კონკურენტები შენზე უკეთეს რაღაცების კეთებას იწყებენ რა. მომდომებულები არიან, იმიტომ რომ იციან რამხელა წარმატებას. იმათ უნდა გაჯობონ. თან აქამდე არც გვიხსენებია, აქამდე მარტო ვამბობთ რომ თითქოს მხოლოდ რიტეილზე გადის Coca-Cola, მაგრამ რეალურად Coca-Cola იქცა ამერიკული ფასტ-ფუდების სიმბოლოდაც. ანუ შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს McDonald's-ი, მაგრამ McDonald's Coca-Cola-ს გარეშე ვერ წარმოიდგენს და ეს მათი ბიზნეს გადაწყვეტილება იყო, როგორც თავის დროზე მთავრობებთან დადეს ხელშეკრულება, ისევე დადეს McDonald's-თან ხელშეკრულება და იმდენად ცნობილი გახდა და იმდენად პოპულარული იყო Coca-Cola, რომ მთელი ამერიკა იძახდა, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული სასმელი. რაც წეგან როგორც ახსენე ამერიკა გარეშე გასაწევი ძალა იყო ყოველთვის და ძალიან ბევრს ნიშნავდა ბრენდის წარმატებისთვის. კი. ოღონდ ახლა რა ხდება მაგ დროს უკვე Pepsi ძლიერდება და Pepsi მოიფიქრა როგორი რაღაც იცი ეს მაგდონელდ თაობარეს აი ჯენზი და რაღაცებს ასწავლა და მაგდროს მაგთაობას ეძახდნენ ბეიბი ბუმერებს რა ბეიბი ბუმერებს ეძახდნენ მაგთაობას იმიტომ რომ ომის დამთავრების შემდეგ ამდენი ადამიანი რო დაბრუნდა ამერიკაში და წესით დიდრული და კარგი ცხოვრება, როდესაც დაიწყო ამერიკაში, გამარჯვებულ ამერიკაში, მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ოჯახის შექმნა და ოჯახები მრავლდებოდნენ და შესაბამისად დაიბადა ყველაზე the greatest generation, როგორც ეძახიან, რომელიც ერთის მხრივ რაოდენობრივად ძალიან ბევრი ადამიანი არის იქ და მეორეს მხრივ ამერიკაში უკვე ისეთი პერიოდი იყო, რომ ომი დამთავრებული იყო, გამარჯვებული იყო ქვეყანა და ეკონომიკურად წინ არის ძალიან წასული. ეკონომიკურად ყველაზე წინა, იმიტომ რომ ეს მსოფლიო ომი მაგის კონტინენტზე არ მომხდარა და პირიქით მაგან მოიგო ყველგან და ყველგან თავის სახელი დაიმკვიდრა. ამერიკამ შეხედე ომში გაიმარჯვა თან მაგასთან ხო იარაღი არ გავარდნილა დანგრეული არ არის ხო თან რა ვინც დაინგრა იმათ ხო იარაღს აწვდიდა მანამდე და მერე ფულს ასესხავდა კიდე რომ ის დანგრეული აეშენებინათ რა მოკეთ ეს ამერიკა მაგრად განვითარდა ზუსტად რა და ხალხს უკვე
კარგად არიან რა და რეალურად. პეპსიმ დაინახა რომ რეალურად ეხლა ქონდა პირველად შესაძლებლობა რომ კოკა-კოლასთვის რაღაცნაირად კონკურენცია გაეწია და დაიწყეს კამპანია სასმელი ბეიბი ბუმერებისთვის, რომელიც ხო და ტიპებმა დაარქვეს, ნახე, ამ თაობას დაარქვეს Pepsi Generation რა. ანუ Pepsi-ს თაობა და ეხლა დელიმინა რომ ვიყურებთ ხა Pepsi-ს თაობა შეიძლება ჩემთვის ემოციურად არაფერი არ მოაქვს, მაგრამ იმ მომენტში ხალხისთვის მოიტანა რა. ანუ Pepsi სერიოზულად შეხედეს უკვე რა და პირველი შემთხვევა იყო, როცა Coca-Cola-მ დაიწყო პოზიციების კარგვა Pepsi-თან მიმართებაში. თან მან საინტერესო ის იყო, რომ Pepsi როგორც პროდუქტი მაშინ უკვე ხალხის გონებაში ითვლებოდა, რომ უკეთესი იყო. ტარდებოდა ეს blind ტესტები, ტარდებოდა სხვანაირი ტესტები, რომლის მიხედვითაც Pepsi რეალურად ვიღაცებს უკეთესი ეგონა და თან პატარა მარჯინი არ იყო, დიდი სხვაობა იყო, ვისაც აი მაგაზე ნახე რა უნდა დავამატო. ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა, რომ ანუ Pepsi-მ რა დაიწყო ფიქრი, რომ ჩვენი სასმელი უფრო გემრიელია ვიდრე 100 წლის წინ გამოგონილი რაღაც ფორმულა. უბრალოდ ის 100 წლის წინ გამოგონილი ფორმულა იმდენად არის ამერიკელის და ზოგადად სოფლიოში ხალხის ტვინში ჩასმული ამ ერთი საუკუნის განმავლობაში რა, რომ ხალხი მაგ ბრენდს უფრო მიყვება ვიდრე სასმლის გემოს. და ტიპებმა დაიწყეს ის იკეთება, რომ ეტიკეტის გარეშე ბრმა ტესტებს ასაც ვეძახით, ხო რომ ანუ შენ შემოგთავაზეს რაღაცა ორი სასმელი და გეუნებიან რომელი უფრო მოგწონს რა. და აღმოჩნდა რომ ხალხს Pepsi უფრო მოსწონს. როცა არ იციან რა სვამენ. მაგრამ მაღაზიების შედეგებს რო დაუკვირდეთ, საერთოდ არ არის ეგ სიტუაცია. პირიქით, Coca-Cola ისევ დომინანტია, სადღაც 60%-მდე ბაზრის წილი უჭირავს და დანარჩენი უჭირავს Pepsi და სხვა პატარ-პატარა სასმელებს. Dr. Pepper-ს ოღონდ ამ 60%-ში შედის ყველა სასმელი, რაც კი ისმევა ამერიკაში არაალკოჰოლური. ხო და ზუსტად ნახე, ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ და Pepsi-მ დაიწყო ისი თქმა, რომ ხალხო თქვენ თუ ხედავთ რომ ეტიკეტი აკვირია და Coca-Cola აწერია, მაგას ვამთ, მაგას თუ ვერ ხედავთ, ჩემს სასმელს ვამთ რა და ეგ უფრო გემრიელია. ან ნახე უყურე რა მოხდა, ეგ იყო პირველი ნაბიჯი, როდესაც ეს რეკლამირება გადაიტანეს იმიჯიდან გადაიტანეს პროდუქცია. ხო, ანუ მანამდე თუ Coca-Cola იმას აწვებოდა რომ რაღაცა გაჩერდი და ისი ამოვნე და რაღაცა სხვადასხვა ასეთი ისინი აქვს, ანუ იმაზე არასდროს არ მიდის ლაპარაკი რა, რომ ჩვენ ყველაზე გემრიელები ვართ და მასეც არ მიდის ლაპარაკი. ამან დაიწყო უკვე Pepsi-მ დაიწყო პირველად ლაპარაკი რა, რომ ჩემი პროდუქტი უკეთესია რა. იმიტომ რომ რეალურად Coca-Cola-ს ბიზნესი ეგ არც არასოდეს ყოფილა, რომ თავისი პროდუქტი გაერეკლამებინა როგორც უკეთესი პროდუქტი. იმიტომ რომ წეღან რაც მოუყევით მთელი ეს ისტორია, ისტორიულად, კულტურულად, ეროვნული შეგნებით მთლიანად იყო ამერიკაზე კონცენტრირებული Coca-Cola და ამან ძალიან დიდი ბრენდის ერთგულება შეუქმნა მომხმარებლებში და Pepsi მიხვდა რომ მაგის შეცვლას ეს ეგრე მარტივად ვერ შეძლებდა და ამიტომ რეალურად რაც ეჭირათ ხელში ბრჭყალებში ფიშკა, მაგ ფიშკის გამოყენება დაიწყო, რომ ჩემი პროდუქტი უკეთესი. არა და რეალურად მთავარი განსხვავება რაც იყო ის რომ Pepsi ოდნავ უფრო ტკბილი იყო ვიდრე კლასიკური Coca-Cola-ს გეგმა. მე მასე მარტივადაც არ არის რა, ინგრედიენტებში არის. მე მაგალითად აი გძნობ ხოლმე რა, განსხვავებას გძნობ ხოლმე ის დარიჩინის გემო მაგალითად ძალიან მოდის ჩემთან რა. უნდა ჩაგვეტარებინა კიდე ერთი blind test-ი. არა, მე ჩატარებული მაქვს და მაგრამ რა ხდება იცი? ხო, ეგ იყო რა, ანუ წარმოვიდინოთ, თუ გასაგებია ახლა ის ფორმულა მართლა ძალიან ძველია რა და შეიძლება და ახლა ამის მართლა ჯობნოდა არ ვიცი ეგ, მაგრამ თავარი რა არის, უკვე ხალხმა დაიწყო იმას ვფიქრო, ამას რო ვსვავთ იქნება და მართლა ის უკეთესია და რა ხდება? ხალხი მასიურად გადადის Pepsi-ს მოხმარებაზე და ნუ Coca-Cola ფიქრობს რომ ვაიმე რა გავაკეთო და ნუ რაღაც ბევრი რაღაც სადეს რა თქმა უნდა რა, რომ ის ამათაც საპირისპირო რეკლამები გააკეთეს. ერთი მაგარი იყო Coca-Cola-მაც დაიწყო blind test-ების ჩატარება, რომ იფიქრეს ეგენი რაღაცას მაიმუნებენო და თავის ჩატარებულზეც იგივე გამოვიდა რა, რომ ხალხ Pepsi უფრო მოსწონს და მიხვდა Coca-Cola რეალურად რომ თვითონ პროდუქტზე არ უნდა გაეკეთებინა კონცენტრირება და ისევ დაიწყო მუშაობა, ოღონდ გონებაში მაინც ქონდა დარჩენილი რომ პროდუქტზე ხო არ გჯობნის მომენტ Pepsi, მაგრამ მაინც ისევ თავის იმას აწვებოდნენ რომ ჩვენ მაინც ამერიკის სასმელი ვართ, ჩვენ მაინც გვინდა რომ ეროვნული თვითშეგნებაში დავრჩეთ გონებაში, ჩვენ ბედნიერება მოგვაქვს, ჩვენ ახალ წელთან ვართ დაკავშირებული და პროდუქტზე არასოდეს ფოკუსირდებოდა, იმიტომ რომ Coca-Cola-ს ყოველთვის ქონდა გონებაში რომ ჩვენ ესი პროდუქტი ვართ, მაგრამ მე ის ტესტები ჩაატარეს რა ტესტებზეც წეღან ახსენე და იმ ტესტებში თვითონვე დაინახეს რომ ცოტა სხვანაირი სურათი იყო. ხო და მაგდოს უკვე ის აქვს რა,
პანიკა აქვს ხო რომ რა გავაკეთოთ რა თან აქ უკვე სახსენებელია რომ ამ პერიოდში უკვე ახალი მენეჯმენტი არის მოსული კოკაკოლაში ის ძველი უდროფების ოჯახი აღარ არის და არის ძალიან ცნობილი კოკაკოლასთვის ცნობილი ადამიანი რობერტ გოიზუეტა უკვე პრეზიდენტი კომპანიის და ამ პრეზიდენტს ახალი მიზნები აქვს ახალი რაღაცები აინტერესებს უნდა რომ კოკაკოლას ძველი რისკიანი ტიპია რა თან ნახე ეგ ხაზგასასმელია რომ კოკაკოლა აქამდე მოვიდა წარმოვიდგინოთ თუ სტაბილურად სულიზდება რა ანუ იქ რისკებზე და რაღაცებზე ლაპარაკი არ ყოფილა კონსერვატული ხო ზუსტად ანუ მაინდსეტი მასი აქვს რა მომართული კონსერვატული ხალხია რა და ეს კონსერვატიზმი იცის ადამდე მიდის რომ აი ეს რო შექმნეს რა ეს ანუ შაქრის გარეშე კოკაკოლა მაგას კოკაკოლასაც არ არქმევენ სხვა სახელი ქვია რატო რომ ანუ კოკაკოლა მარტო ერთია რა აი ესეთ დონეზე არიან ტიპები მისულები და ეს გოიზუეტა რომ მოვიდა ეგ პირველი რაც გააკეთა ერთ-ერთი იყო რომ ამას კოკაკოლა zero sugar დაარქვა რა სახელი შემოიტანა თან რობერტო იყო პირველი პრეზიდენტი კოკაკოლას ისტორიაში რომელიც არ იყო სამხრეთ შტატებიდან წამოსული და სამხრეთ შტატებში კოკაკოლა წეგან კი საუბრობდით რომ რაღაც ბაზრებზე კოკაკოლამ დაკარგა თავისი დომინანტობა და პეპსი მაჯობა მაგრამ სამხრეთ შტატებში კოკაკოლა ისევ კოკაკოლა იყო ისევ პირველ ადგილზე ის იყო და დიდი მარჟით აჯობნიდა კიდეც პეპსის უბრალოდ გოიზუეტამ დაინახა რომ მხოლოდ სამხრეთ შტატები ამერიკის არ არის უკვე კოკაკოლას ბაზარი და კოკაკოლას ბაზარი ბევრად უფრო დიდია ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები და მთელ მსოფლიოში არის კოკაკოლა მოდებული და იმის გამო რომ უნდოდა რომ თავი დაემკვიდრებინა რაღაცა ახალი სიტყვა ეთქვა ბევრად უფრო რისკიანი იყო ვიდრე ვუდროფების ოჯახი რომელიც ბევრად უფრო მარტივად უყურებდა ბევრად უფრო სტაბილურად მართავდნენ კოკაკოლას და მაშინ გაჩნდა პირველად გონებაში მე მგონი მართლა უჩობია პეპსი ხო და ერთი რაც მინდა დავუმატო სანამ მაგაზე მივალ ზუსტად არის რომ ეს რო სახელი რო შეუცვალა და კოკაკოლა zero sugar დაარქვა გაყიდვები გაიზარდა ძალიან მაგრად ანუ ის რომ ამ უშაქრო კოკაკოლას არ ერქვა კოკაკოლა და სხვა სახელი ერქვა რეალურად მაგის გაყიდვებს ამცირებდა რა არაძლევდა საშუალებას თუ იმიტომ რომ ბრენდის სახელით და იმიჯით ვერ სარგებლობდა ყველაზე დიდი ღირებულება რაც იყო კოკაკოლას მაგ პერიოდში იყო ბრენდი და ეს ამას საერთოდ არ ქონდა ეგ ბრენდი იგივე იყო სპრაიტი უკვე გამოშვებული ქონდა მანდაც სპრაიტსაც არ ქონდა ეგ ბრენდის ღირებულება საერთოდ არ საინტერესო ნახე ხო აი სხვადასხვა სახელები ქვია ყველაფერს მაგის გამო რომ ეს უნდა თუ ერთადერთი ყოფილიყო რა ხო და ეხა ნახე მანდ მივედით ზუსტად თუ ამათ დაიწყეს ფიქრი რომ ვაიმე მართლა პეპსი ხო არ გჯობია და ეს რადგან რისკიანი ტიპია და თან ეს რო შეუცვალა მაგრა გაამართლა და ცოტა იმათ გწნობს თავს მყარა თავდაჯერებულია თქვა რომ მოდი ისეთი რამე უნდა გავაკეთო რასაც კაცი შვილი ვერ დაუშვებს და ეს რა არის რომ ფორმულა უნდა შეცვალოს ის 100 წლის წინანდელი ფორმულა რაც არის რატო იმიტომ რომ უნდა რა რომ უკვე პეპსის ხო იცის რომ ბრენდულად ჯობს მაგრამ ეხა უნდა რომ პროდუქტად აჯობოს გემოთი უნდა აჯობოს რა და დაიწყეს ძალიან დიდი პროცესი 2 წელზე მეტი გრძელდებოდა ეს პროცესი ქიმიკოსები ყავდათ დაქირავებული მათ შორის ძველი ორიგინალი კოკაკოლას ფორმულის მასწავლებლების შთამომავლები და საუკეთესო ქიმიკოსები ვინც კი იყვნენ მაშინ ამერიკაში მუშაობდნენ ამ ფორმულაზე პროექტი კანზასი ესე დაარქვეს კოკაკოლას და მოკეთ ტიპები შედან და ცდილობენ რომ ახალი გემო დასვან რომელიც აჯობებს ამ ძველ გემოს და ოღონდ მარტო ძველ გემოს არა პეპსისაც უნდა აჯობოს და ამას როგორ აკეთებენ იცი რომ 1000ობით ადამიანის ამ ბლაინდ ტესტებს ატარებენ ტესტავენ რა და უკეთ დასვეს ეგ გემო დასვეს რომელიც არის რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ამბობს რომ ეს არის ბევრად მაგარი გემო აქამდე ბლაინდ ტესტებს თუ ატარებდნენ ძველი კოკაკოლა და პეპსის წინააღმდეგ ეხლა ტარდებოდა ახალი ბლაინდ ტესტები ძველი კოკაკოლა ახალი კოკაკოლა და პეპსი და ყველა ტესტში რაც კი ჩაატარეს ახალი გემოს კოკაკოლა ჯობნიდა ორივე პროდუქტს და შესაბამისად ამხელა კვლევა რო გაქვს ჩატარებული ამდენი ფული რო გაქვს დახარჯული 2 წლის განმავლობაში და ამხელა ინვესტიცია გაქვს გაღებული ამ პროდუქტში შენ გიჩდება გონებაში რომ მე მგონი ეგ ის არის რაც გვინდოდა მივახციეთ ახალ უკეთეს პროდუქტს კი ანუ ლოგიკურია რა ანუ ეხლა რო თქვათ რომ ამათ ზერელად გააკეთეს რომ არანაირად რა ძალიან დიდი ფული და რესურსი და დრო და ყველაფერი ჩადეს რომ ეს ფორმულა გააკეთონ როგორც ეკადრება ამ კომპანიას რეალურად რა და ეხლა სად მივედით რომ უნდა გამოაცხადონ ეხა ეგ არის მაგარი ძალიან რომ ტიპები განა იმას ამბობენ რომ მოდი ძველი კოკაკოლაც იყოს და ახალიც იყოს არა ძველი უნდა ამოვიღოთ რა ძალიან უცნაურად ჟღერს ეგ იმიტომ რომ განა აფართოვებენ თავის ასე ვთქვათ ასორტიმენტს რატო არ აფართოვებენ ეგ მინდა რომ კარგად დავინახოთ ზუსტად რომ იმიტომ არ აფართოვებენ რომ ამათ აქვს ზუსტად აი ეს მაინც ეწეგან მაგითო დაუთმე მაგას ყურადღება რა რომ კოკაკოლა ერთია მარტო რა კოკაკოლა ერთს უნდა ერქვას და ამიტომ
ეს ახალი ფორმულა არის იმისთვის, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ეს ძველი ფორმულა. არსებული Coca-Cola. ხო, და მოკლედ გამოვიდნენ სერიოზული პრეს-კონფერენცია ასე შემდეგ და რაღაცა და გამოუცხადეს ამ ხალხს რა. ოღონდ მაგ პრეს-კონფერენციაზე წინასწარ უნდა ვახსენოთ, რომ ეს პრეს-კონფერენცია დაგეგმეს რამდენიმე ხნით ადრე, ანუ ძალიან დიდი ხნით ადრე დაგეგმეს. მაგრად ემზადებიან რა ტიპი. მოიწვიეს საუკეთესო ჟურნალისტები, იცოდნენ რომ ეს იმდენად დიდი განცხადება იყო ეროვნულ სტეიჯზე, არა მარტო ეროვნულზე, გლობალურ სტეიჯზე, რომ ახალი Coca-Cola გამოდის და ძველი აღარ იარსებებს, რომ უნდათ რომ საუკეთესო ჟურნალისტები მოეწვიათ, საუკეთესო წარდგენა ქონოდათ და ამას პირადად აკეთებდა რობერტ გოიზუეტა, რომელიც იყო მაშინდელი პრეზიდენტი. ოღონდ ასეთ ინფორმაციას როცა ავრცელებ, ხდება ორი რაღაცა. პირველი, კონკურენტიც იგებს და მეორე ძალიან დიდი მოლოდინები იქნება შენ პროდუქცია და შენ ლონჩზე. Pepsi ამ პერიოდში არ გვიხსენებია სანაცვლებაზე გადის. Pepsi თავს გრძნობს ძალიან თავდაჯერებულად, იმიტომ რომ იმ კომპანიას, რომელიც ამდენი ხანია ბაზარის ლიდერია და ბაზარზე დომინირებს, ბევრად ჯობიან ამ გაყიდვებში არის შტატები და არის ქვეყნები, სადაც ბევრად უკეთეს შედეგებს დებდნენ ვიდრე Coca-Cola. დღეს რეალურად ეგრე აღარ არის, მე მაგაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, მაგრამ მაშინ ჯობდნენ და ბევრად თავდაჯერებულები იყვნენ უკვე და თვითონ ამ გადაწყვეტილებაზე იცოდნენ რომ Coca-Cola ჩაფლავდებოდა. ამიტომ უნდათ რომ ისეთი რაღაცები გაეკეთებინათ, რომ დაიბარეს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც მიდიოდა გოიზუეტასთან კონფერენციაზე და წინასწარ ჩაუდეს რაღაცა კითხვები, რომელი კითხვებითაც ისინი მე რაღაცაზე ვერ გაცემდნენ სწორ პასუხს, ცდილობდნენ რომ Pepsi-ზე გადაიყვანათ ტელეკომუნიკაცია. სხვათა შორის მან საინტერესო რა იყო ეს პრეზიდენტი, ვინც იყო მაგდროს Pepsi-ის პრეზიდენტი, ეგ ყვებოდა მე რა რომ გავიგეო რომ ამის ჩანაცვლებას აპირებენ, ვიფიქრე ეს გაგიჟდებენ რა. ანუ ესეც სისულელეს როგორ აკეთებენო. ეგაჩვენებს კარგად რომ ანუ ყურე მიუხედავად იმისა რომ ანუ ძალიან ლოგიკურად მესახება თითქოს რა რომ უკეთეს პროდუქტს თითანაცვლებენ ხო ანუ გავიდა ერთი საუკუნე ხო ეხა ხო არ უნდა დავრჩეთ წარსულში და ახალი არაფერ არ დავნერგოთ ეხა მე დღევანდელი განმოსახედიდან ვფიქრობ რომ ჩანაცვლებაზე უკეთესი იქნებოდა რომ ახალი პროდუქტი დაემატებინათ მაგრამ ხო მივხვდით იმ დროს სხვანაირი ის არის რა სხვანაირად უყურებენ მაგ ყველაფერს და ამიტომ ის კი Pepsi-ც კი ფიქრობს რომ მიუხედავად იმისა რომ ალბათ პროდუქტი კარგია ეხა იმან არის ის პროდუქტი როგორია მაგრამ ეხა ლოგიკურია ფიქრო რა უნდა ჩანაცვლო უკეთეს პროდუქტი ისიც ფიქრობს რომ პროდუქტი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენადაც მაინც სახელი რა იმიტომ რომ Pepsi პროდუქტში ჯობნის მაგრამ სახელში ვერ ჯობნის რა და გამოდის რომ ესენი სახელს ირყევენ იმის გამო რომ პროდუქტში აჯობონ რა კი და ამ კონფერენციაზე სხვათა შორის გარდა იმისა რომ ბევრი მოლოდინი არის თავი პრობლემა ის იყო რომ თვითონ Coca-Cola-სთვისაც ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი და მაგითი უნდათ რომ გამოეცხადებინათ ახალი Coca-Cola-ს გემო და ამის გამო დაპატიჟეს მართლა საუკეთესო ჟურნალისტები ისეთი ადამიანები ვისაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ და რა თქმა უნდა მაშინ კონფერენციის დაწყებამ ერთი დააგვიანა მეორე კითხვებიც იმდენი დაისვა რომ დიდხანს გაიწელა ეს კონფერენცია და რა მოხდა ის Coca-Cola-ები რომელიც ხალხისთვის უნდა გაესინჯებინათ დიდი ხანი იდო მაგიდაზე გაციებული არ იყო და პირველად როდესაც დალია ამ გავლენიანამ ხალხმა რომელსაც მთელი ამერიკა იცნობდა პირველი რაც გასინჯეს იყო თბილი სასმელი რომელიც არც ძველ Coca-Cola-ს ჯობდა არც Pepsi-ს არ ჯობდა და ზოგადად კარგ სასმელებში საერთოდ არც უნდა ჩაწერილი. ოღონდ უყურე მანდ ეგ ერთი რომ პირველი შთაბეჭდება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ მეორე უცებ აღმოჩნდა რომ არსებობენ ფანატები. კი. ძალიან უცნაურია რა. ტიპები იყვნენ რომლებიც აი მაგალითად ისტორიაში აღწერილია ასეთი რაღაცა რომ ტიპი წავიდა Coca-Cola-ის ქარხანაში რომ სანამ ახალზე გადასულაო და 115 Coca-Cola იყიდა. ანუ აი შეხედეთ რა სად არის რა რომ ტიპმა არ ვიცი მთელი ის წამოიღო ეთყობა რა. ტრაილერები Coca-Cola წამოიღო ხო რომ ანუ მოიმარაგა თან მე ეგ ტიპი წერდა რომ ცოტაო სინდისი მქენიდაო რომ მაგდენი ფული რო გადავიხადე მაგაში მაგრამ თან მეორე აზრი რაც მიტრიალებდა არის რომ ჩემი ცოლის კრედიტ კარტა ხო თუ რაღაცა ფული ხო არ დავხარჯო რომ ასეთი კიდე თომატო რა და ანუ მარტო ერთი არისო რა მე ვიღაცა აღწერილო იმან რაღაც 85 იყიდა და რაღაცები ანუ ხალხი რაღაცა პანიკის იმაში გადავიდა რეჟიმში თითქოს რა რომ ვაიმე Coca-Cola-ს გვართმევენ და ეხა მოიმარა თან ახლა ხო ვლაპარაკობთ ან მარტო ერთ კონკრეტულ ბაზარზე ხო ვლაპარაკობთ ამას ჭირდება მთელ მსოფლიოში როლაუთი მთელი ახალი სიროფის გამოცვლა ბოთლერების გადაწყობა რომელიც არ გვიხსენებია მაგრამ მათი ოპერაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ყველაფერს ჭირდება რაღაც დიდი ცვლილება და ცვლილება ადამიანებს ზოგადად არ გვიყვარს და შესაბამისად ადამიანები ცდილობდნენ რომ ამ ცვლილებაზე რაღაც წინასწარ განწყობა ქონოდათ თან მით უმეტეს ამას არ ეხმარებოდა ის ფაქტი რომ Pepsi-მ წინასწარ კითხვები დაუწერა რამდენიმე ჟურნალისტს პლუს ჟურნალისტებს არ მოეწონათ სასმელი და ხალხს უკვე მოლოდინი ქონდა რომ რაც არ უნდა შეცვლილიყო
იმ ახალ კოკა-კოლას შანსს უბრალოდ არ მიცემდნენ. რაც არ უნდა უკეთესი ყოფილიყო, ხალხს გონებაში ექნებოდა, რომ რაღაცით მე მგონი მაინც უარესია. ეხლა უყურე, კიდე მაგარი რა არის. ამასობაში ხალხი აჯანყდა და ეს აჯანყება რაში გამოიხატება, რომ რეკავენ ამათ კოლ-ცენტრში, კოკა-კოლას კონცერტში და ეუბნებიან, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი კოკა-კოლა. და თანამდენი რეკავს რა, რომ მანამდე თუ აი საშუალოდ იყო თქვა რაღაცა 600-650 ზარი დღეში 8000 იყო მე რა. ანუ კოკა-კოლა იძულებული გახდა, რომ დამატებითი ხალხი დაექირავებინა, ამ ზარებისთვის ეპასუხათ რა. ეხლა თან ოღონდ დარწმუნებულები არიან, რომ უკეთეს რაღაცას აკეთებენ და იმედი აქვთ, რომ ეს არის დროებითი, ეს ყველაფერი და ჩაივლის რატო რომ ანუ ყველაფერი კარგად არის გაკეთებული. მაგრამ რა დროებითი რეალურად მაგ დროს ბევრმა ადამიანმა დაიწყო სპეციალური ორგანიზაციების შექმნა, რომელსაც ერქვა ძველი კოკა-კოლის ასოციაცია, ძველი კოკა-კოლის მეგობრები და უჩიოდნენ ტიპები სასამართლოში უჩიოდნენ რა, წარმოიდგინეთ რომ ანუ უყურე აი როგორ უნდა უჩივლო კომპანიას რომელსაც შენთან თითქოს ხო არანაირი ვალი არ აქვს, მაგრამ ესენი მასე უყურებენ რომ ამერიკულია და მე ამერიკელი ვარ და ესენი მართმევენ ჩემს იდენტობას. ამერიკელობას გვართმევენ, წარმოიდგინე რა. და ეს ანუ ეს კოკა-კოლა გაწამდა რა. კი, იმიტომ რომ წარმოიდგინე კომპანიის ოპერაცია იყო რაღაც სიროფები აწარმოებინა, კონტრაქტები დაედო ბოთლერებთან და ეხლა ფაქტობრივად კოლ-ცენტრად გადაკეთდა, სადაც ივნისის ბოლოს უკვე 16000 კოლი შედიოდა ყოველდღიურად, რაც უზარმაზარი რიცხვი არის და ყველა იმაზეც უწუნებდა, რომ დამიბრუნეთ ჩემი კოკა-კოლა. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები რეალურად გაიზარდა და პეპსის შეარებთან ისევ პროდუქტი ხალხს იდეაში რა. რეალურად მოწონდა ხალხს, მაგრამ ფიდბექი მომხმარებლისგან სულ სხვა იყო და სულ სხვა რაღაცას ამბობდნენ, რაც ისევ იმაზე აბრუნებს, რომ ხალხს ბრენდის ერთგულება იმდენად ქონდა და იმდენად გასისხლორცებული ქონდა კოკა-კოლა და იმდენად ქონდა გამჯდარი, რომ მე მგონი მაინც და მაინც კარგი არა ეს კოკა-კოლა, რომ უნდათ რომ დაერეკათ და შეეწუხებინათ კოკა-კოლა. ხო, და მერე ანუ კი ეს გაყიდვები თავიდან ხო იზრდება, მაგრამ მერე ამ პროტესტმა უკვე ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ ადრე თუ მარტო ისა პროტესტებდა ვთქვათ, რომ ვინც ძალიან ლოიალური და რაღაცა იყო. მე ხუებზეც გადმოვიდა რა, აი თქვა ჩვენზე. ხო ხვდები რომ შენ შეიძლება თავიდან ფიქრობდი მართლა გემოკარგია, მაგრამ მთელი ამერიკა რო ამბობს რომ ეს ახალი არ ვარ გაძველი გვიჩვენია, ხო ხვდები. მასედონეზე მე უკვე შენც ნელ-ნელა გადადიხარ რა და ანუ დრო გადის და რა ხდება? ეს ახალი ფორმულა რომელთაც უნდა აშენებულიყვნენ, იდეაში ეს ახალი ფორმულა ქვევით მოდის და მოდის რა. და ხა რა უნდა ქნა და ტიპებმა გადაწყვიტეს რომ გამოვიდნენ და თქვა ეს რომ ხალხო შეგვეშალა. ვაბრუნებთ ძველს და ეხლა ეგ ხო თული სათქმელია რა თქმა უნდა რომ ანუ ამაში დაიხარჯა წლები, ძალიან ბევრი ფული, ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად კარგი გამოხმაურება მოყვა ამას, რომ ამათ თქვეს რომ ვაბრუნებთ რომ მთელი ამერიკა გამოვიდა და რა ვიცი როგმა იტირა და აღთვალებულები იყვნენ რა რომ გვიბრუნებენ ამ ჩვენს იდენტობას რა. მაგრამ მან საინტერესო რა იყო, რომ კოკა-კოლას მაინც არ ქონდა დავიწყებული, რომ ეს ახალი გემო უკეთესი იყო მათ გონებაში და ამიტომ გამოუშვეს ორ სხვადასხვა ლაინად. იყო ერთი კოკა-კოლა კლასიკი და კოკა-კოლა ახალი. და აი ეგ არის პირველი შემთხვევა, როცა გაყვეს რა, ანუ კოკა-კოლა ორი ახალი პროდუქტი იყო, წესით ის ორიგინალი კოკა-კოლა ორ ახალ პროდუქტად იყიდებოდა. კოკა-კოლა ახალი და კოკა-კოლა კლასიკი. და ხალხმა მაშინ დაიწყო იმაზე დაფიქრება, რომ მე მგონი მართლა ხო არ ჯობია ეს კოკა-კოლა ახალი, მაგრამ კოკა-კოლა კლასიკის გაყიდვები ბევრად უფრო უკეთესი იყო. თან განაცოტათი უკეთესი იყო, 8-ჯერ მეტი იყო, ძალიან ბევრად მეტი იყო. რა და ნუ ეხლა ეს ახალი კოკა-კოლა რამდენიმე წელი ატარეს და მერე გააუქმეს რა. ეხლა მერე რამდენიმეჯერ სცადეს რაღაც limited edition რაღაცები გამოშვება, მაგრამ დღეს წარმოებაში აღარ არის რა. აღარ არის. შეგვეძლო გველაპარაკავთ თქვათ ენერგეტიკული სასმელებისკენ როგორ წავიდა ეს ბაზის ტენდენციები ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონი ძალიან გაგვიგრძელდება ეს თემა. ამიტომ რა თქმა უნდა მომავლისთვის დავიტოვოთ ეგ ამბავი რა, რომ იმიტომ რომ ეს ისტორია ხა წარმოვიდგინოთ რა თქმა უნდა რა რამდენიმე წუთში ვერ ამოვწურავთ. ეხლა ჩვენ ცადეთ რომ ყველაზე საინტერესო რაღაცები დაგვეფარა, მაგრამ ბევრამე დაგვჭირდა. თან ენერგეტიკულებშიც ბევრი საინტერესო კომპანია არის, მე იმას გადავწყვეტით. უბრალოდ ეხლა კოკა-კოლაზე ისეთი ისტორია არის, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ იდენტობასთანაა დაკავშირებული. თანამედროვე სამყაროში ეხლა როგორც აკეთებენ კომპანიები, ისე რომ გაეკეთებინა კოკა-კოლას უკეთესი იქნებოდა, რომ ჩუმად შეეცვალა რამდენიმე მაღაზიაში რეალურად დაკვირვებოდა, მაგრამ ამაზე უამრავი ციგნია დაწერილი და ყველა ადამიანს განსხვავებული ხედვა აქვს ამაზე და ეხლა ამის შეფასება ძალიან რთული იქნება და თქვენ გაგვიზიარებთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, რა უნდა გაეკეთებინა კოკა-კოლას იმისთვის, რომ ახალი გემო, რომელიც ეგონა რომ უკეთესი პროდუქტი იყო, უფრო კარგად მიეტანა თავის მომხმარებლებისთვის.
კიდე ერთი რაზეც გვინდა თქვენი რჩევა არის მომავალ ეპიზოდებზე ვიზე შეიძლება ვილაპარაკოთ, რომელი კომპანია თქვენთვის საინტერესო. შეგვიფასეთ დღევანდელი ეპიზოდიც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ მეგობარ კომპანიას Loyaltes, რომლის შესახებაც მეტი ინფორმაცია აღწერაში იქნება. დევიდ, რამე სხვა დაამატებდი? არაფერი, მე მგონი საინტერესო გამოგვივიდა. რა ვიცი, ჩვენ ვეცდებით, რომ უფრო რეგულარულად ასე ვთქვათ, ჩავწეროთ ხოლმე ეს ეპიზოდები და შემოგთავაზოთ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად საინტერესოდ. მადლობა.